ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული მაღაროელები პატიმრობაში დატოვა. სასამართლოსთან დაკავებულების ახლობლები იყვნენ შეკრებილები. ჭიათურაში დღეს უწყვეტი პროტესტის 140 და შიმშილობის 29 დღეა. პროტესტის მონაწილეები დაკავებული თანამოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ამ დროისათვის შიმშილობს 8 ადამიანი, მათ შორის 1 მერაბ სარალიძე საპატიმროში. ეს არის სრული უსამართლობა დღეს რაც დარბაზში მოხდა. ეს არის სრულიად უსამართლობა და რა ვიცი. ჩვენ არ ველოდით კიდე ამას. ეს ბიჭები არ არიან კრიმინალები, ეს არიან შრომელი ადამიანები, ესენი არიან შრომელები. და მართლა არ ველოდით და სრულიად უსამართლობა არის რაც დღეს სასამართლო დარბაზში მოხდა. სათადარიგო გეგმას ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიტყვი, ერთ იმას ვიტყვი, რომ სანამ ეს ბიჭები გარეთ არ გამოვლენ, ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ და პირიქით თუ აქამდე ხმას არ ვიღებდით, დღეიდან უკვე დავიწყებთ ხმის ამოღებას, ისე როგორც საჭირო არის. იმიტომ რომ ეს არის მართლა უსამართლობა, ამას ვერ წარმოვიდგენთ ჩვენ თუ ესე მაღაროელებს დატოვებენ და წესიან შრომელ ადამიანებს. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და ამიტომ დატოვეს ისევ და ისევ პატიმრობაში. ჩაინიშნა ხელთავიდან სასამართლო, ზუსტად რიცხვს და საათს გვეტყვიან. დანარჩენს ჩვენ სიტუაციას რაც შეეხება, ისევ და ისევ სამართლისთვის, ისევ და ისევ სამართლიანად და ისევ და ისევ იმ კანონების ჩარჩოში ვაგრძელებთ ბრძოლას, სანამ არ განთავისუფლებენ ჩვენ თანამებრძოლებს. გულისხმობთ შიმშილობას, ხო და პროტესტს. ნებისმიერ ფორმას. რაც კი შეიძლება, რომ კანონიერების ფარგლებში მივაღწიოთ, ყველაფერს ვეცდებით. ალბათ, საბოლოოდ მართლაც თავი უნდა გავწიროთ, რომ შედეგი ქონდეს, სხვა მეტი არაფერი შედეგი არ ქონია მაგ ყველაფერს, მაგრამ მაინც გავაგრძელებთ, სანამ შედეგი არ ექნება. მაგას არ მოვეშვებთ. მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 aprilს დააკავეს. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მეორე ნაწილით. გათვალისწინებული დანაშაულის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს კი მონაწილეობას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 20 პირი დააკავა, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის 2 ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, კანონიერი ქურდისთვის და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდები დაკავებული არიან კოკოშკა, ფარეხელა, უწყლო, ბელეშა, ჯაგა, ჩინელა, სტალინა, ფოხრე და სხვები. რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ 1960 წელს დაბადებულ თენგიზ ხოფერიას მეტსახელად ჭინკას და ირაკლი ლეჟავას მეტსახელად ლაზარეს, მათ ბრალი კანონიერი ქურდობისთვის დაუსწრებლად წარედგინათ, ხოლო 2 პირს ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ფაქტზე წარედგინათ ბრალი, მათ შორის ერთ-ერთი ინტერპოლით ძებნილია. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მომგვარებაში ერთვებოდნენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევები ეწყობოდა. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გორი იმენეთში გაგუგაეძრო რა. არ გადაიხდის ფურსე მიცა бенზინი, короче. Алло, მე გოგოშკა ვარ. ჩვენი ზემლიაკია ერთი ბორცმენი სიმონა მაგია საქმის ხურში. მაგი ფული, მარტო ჩემი კი არა, როგორ ჩემია ისე სოსოს. მარტო აგერ ვინც ეჭამს კი აქვს ყველას დედა მაგადაჭუდა აბაიზე ჩუბი იყო ასრესტი არა მე არ მოყოლია შერიგნიანო ჩამოართები ხელისა შერიგდი მე მაგას მეტყვი რომ 5 მოიტანეთ მე პროსტა ძმაო რა მინდა იცი მაგასა როგორ შევარჩინო ძმა იფული ხო ხდება არ შერჩება ეგა ვითხაობა არის რაც მაგან გააკეთა კაროჩი თუ იმენა რქებით მოდის სიმონ ეხლა რქებს იმენა მოვამტრებ ჩემი დედა თუ ეხლა დღესვე არა გონიურული ვადა თქოს თუ არა და კატიში კი არ დაუჯდება პისატიშის დაუჯდება ემწუჩი გეუბნები რაც არისო 1-2-0 მიაწერონო მაგაზე ვრეკავ რომ იქნება ბავშვი გაითვალისწინო მეთქი და აქ ეს გამ***ული ბავშვი ჩავიდეს იქ 2 სიტყვა შეეშალოს რაღაცა და არა მგონია მე მაგანა და ვაფშე ვინმე 74 წელში თავი გაართოს მაგას ოცხალი ქურდიც არ უნახიას ჩემი სახელი მაგ ბავშვთან ვაფშე არ ახსენო და არც მეუღლესთან მე რო რამე მომივილეს
შეველი ვიყო სიმონ მართლა ცოცხალი დავტოვო. ჩემთვის შეიძლება რომ ცუდი მოხდეს. უეჭველი, ხელებს დაულეწავთ, უღან კიდევ დავაჭირეთ და გავუგზავნითო სიმონ მშობლებსო. ოხრე შენ ახლა ჩვენს მას ელაპარაკე შესოს. ხო, ეს ბიჭი ვინა ვაფშე მაგისოსო. ესეა ბატონო. შრომობს, კაროჩე, ჩვენ ლუკმასთან რაღა ესაქმება, კაროჩე მოსაპარშიდო. რაც აქო კაროჩე გამოვართვიო იმან ერთი 700,000-ამდე ელაპარაკითო და ბარე დავხრიდავ მეთქი მაგის დედაც აქ ოქროზე და ფულზე არ არის ლაპარაკი რო არ აბრუნდებოდეს. ჩვენა მარტო არა ვიჭამთ მოპარულს. ქუჩიდან წაღებული ყოველთვის კურდებში გვაქვს ჩვენ და საერთო საქმეში. ეს გადახვიდა დაიხის ეგაყავ ბიჭი მარტო ერთი. როგორც არის ქურდულად აუხსენი ბრატ. ეს არ არის ქურდული საქციელი. შენ არ მოგცემ უფლებას არა ქურდულად მოიქცე, სადაც მე ვიქნები. ბიჭო, კონკრეტულად გეუბნები რომ ჩვენი მტერი სოფელშია. დაზარით ეს ვერ გავიგე შეხვედრას. მაგას მოგედის ქურდები რეკავენ არ მოდის, კაი ბიჭები რეკავენ არ მოდის ტელეფონი. ვინ ჩემი არის ბიჭო, ვაფშე ვინ რას წარმოადგენს ბიჭო. იმაზე მოვაგეთო, გოცული კუბი იძახის ეს ქურდს ვერ გეტყვიან რომ მიცნობს და დამახასიათებს. აი რა უფროსი ძმებიზი ხარ. განაპირები ფული აქვს. არა გადასახდელი. გადაიხადოს მო. ეგ არის ქურდული და ეგ არის ქურდებთან ჩაგუწევა მინდა ეგა? ბიჭო არ მომატყუო მე უთხარი. მთელი ქუჩის ბიჭები, მთელი ქურდი ბიჭები. ბიჭო ქურდობა მინდა მე უთხარი. არ მომატყუო შეიძლება ბიჭო. წინ დაგვდეს რაღაცა დედა მე უთხარი. მაგა ხო ჩარია თენგო. ჩემი დედა თუ არ გამუთ მაგრათან, თან მაგრა ლაიტად კი არ გამუთ. იქ სვიდანია მაგ რა გოგიტასთან კი გაღმა უნდა დაველაპარაკო რა. გოგიტა ჩავაყენებ საქმის კურსში ზიბა. აი განაბიკაცია ხო იცი როგორ გვეწყვის ამერად გვეწყვის ას გვეწყვის მაინც სხვა არის აი ზე. ტელეფონზე მივწერე შებეთი დედის სადაც გნათა მე კი გაგჭერა თავს მოგაჭი და სარზე ჩამოკიდებ ესე გა ტელეფონი აიღებ. ო ამარა მაგას მაგას დოლა. ვის დაურეკე გამქურდი სახე. შეიოთილი და ოპერი. განაბი კაციც ჩააყენე საქმის კურსში რომ მართალებს. всё რა სიმონ დო კაი ბიჭებში იბაზრე. ქურდებში იბაზრე. მეტი რა? ა? მო შენი დედა მტყვანი ხარ მომე რა ჩემი ბული. მოსაცემი ჩემი რას მეკუთვნის მომესიტყვის. ყველა საქმის კურსში არის ძველი ბიჭები და ქურდები კურსი. მაგას ბიჭო აი კუბოს ფიცრადე ჩავწვევი და მაკუს მაინც არ მოვიღე. მაკუს არ შევარჩე მაინც მაგას რა. თუ არ ჩავარ და დაუხვიწავ ეგრევე მუხლებს მაგას და მენგომ დაურეკა მე ხო და მე უეუბნება ეს გეოგრაფიას ჩემო ჩანაწერები გააკეთეო და ყველა ანგარიშები გადმომიგზავნე მე ორამდენია სამდენი. ვინ უგადამრიეთ. თენგოს ვინ გაკითხავს ხო ვერ გევიგე. მაგი ხლა გამოხილები ხო. მაგი დედა მაგამ ფულის მეტი არის ის არაფერი. ბატონო ქურდო, კაროჩი. მე გეუბნებიო რომ ქურდებთან მოვდივარო ზოო მაგო. ქურდებთან უთაისი ვარ, კანკანები და აი, ორეგან მოწეს, კურს კაროჩი. არ არის პრობლემა, მიგიხედა მაგრამ. ვითხარი აბა როგორ? არაფერი ზოგადად უცხოელი იმას და მიამატეთ იქ ჩვენი. 4 ხო? მე მაგიდება ხო, всё, გასაგები. იქ როგორც ვითხარი არ ვეუნე გარავ, ხო? ეს ანგარი შაგიდი იქ არის. მაგრამ ახ მართალი გითხრა მაქსიმუმ ეცადე რომ всё, მეთქი დაყარე რა თარხმალი, ახლა ნუ თავზე და ნუ ეხლა ნუ მოიქცევი ახლა და ნუ მეც ხალხში ჩამოვხერხულობა პირველ რიგში თქვენზე გულისხმოდი მოიხსნას მაქსიმუმ ხელი ჩამოვართვით და ასე დავემშვიდობეთ მაგ. მოდის. უში მერე წუხელ მერე ბრატ. და მეთქი არ გინდა ბიჭო მე უთხარი ამდენი ხალხი ითხოვს ამ კაცს კარგი კაცია რა იყო მანდამაიც ამ ერთ კაც რა არის ბოლო შეშვი მეთქი. ასე ისმენდა ძმაო ეგიც ჩამოვართვით ხელი და კარგიო. შენ ვითვალისწინებ შენზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლის მთავარი სამმართველოს იმერეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში, შიდაქართში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში 20 პირი დააკავეს. ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მათ შორის არის 2 კანონიერი ქურდი. დანაშაული 15 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები პირადი სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ ყოფი კანონიერი ქურდები მონაწილეობდნენ. დადგინდა, რომ ბრალდებულები ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის ასევე თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად მიტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ ყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღები. გამოძიება კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის და გამოძავლის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილითა და 191 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ქუთაისში იმერეთის ბაზრობაზე მოქალაქემ კვერცხის დილა საწყობი აღმოაჩინა. როგორც მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, ადგილზე ხდებოდა კვერცხის ვადების ცვლილება და ვადაგასული პროდუქტის სარეალიზაციოდ მზადება. დღეს ქუთაისში პარლამენტის წინ იმერეთის ეზოში, სადაც მოგეხსენებათ სამშენებლო მასალების საწყობებია, წავაწყდი კვერცხი დილას საწყობს, სადაც მაღალ გრადუს ტემპერატურაზე ალაგია ყუთებით კვერცხი. მიმდინარეობს თარიღების შესწორება და მზადდება დისტრიბუციისთვის. ყარს იქაურობა, არავინ ამაზე არ რეაგირებს. გადის სარეალიზაციოდ ვადაგასული მაღალ ტემპერატურაზე დაყრილი კვერცხი და არავინ ამაზე ხმას არ იღებს. ვკითხულობთ თეა ამბროლაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მოქალაქე ასევე ფაქტის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს. ტელეკომპანია მეგატივი კომპანია დილას რეალიზაციის სამსახურის უფროს შაკო სიხარულიძეს ესაუბრა, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, რომ მიმდინარეობდა დაზიანებული კვერცხების გადარჩევა. უილი ეხლა რაღაცა ეხლა ჩვენც მაგას ვიკულევთ, აი ვარკვევთ ეხლა რა გავაგზავნეთ რეგიონის უფროსი, რაღაცა გატეხილ კვერცხს და სუნი იყო რაღაცაო, ეგ არის რაღაცა აბსურდული ეხლა ინტრიგანის დაწერილი ვიღაცის რა. ეხლა ვარკვევთ ჩვენ თვითონ ჩვენი ძალებით გაგზავნილია რეგიონის უფროსები, დისტრიბუტორი ვიღაცები, რომ ვინ იყო, ვინ დადო, იმ დილა უთენია ეგეთი რაღაცა რა. და გავარკვევთ გვინდა რომ ყველაფერზე გავცეთ პასუხი რომ რაღაცა აი აბსურდი დაგვიწერა რა. კვერცხის საწყობში გათავებული არაფერი მსგავსი მაგდაგვარი არადებს, საერთოდ არ არის, უბრალოდ რამოდენიმე გატეხილი უდევს პადონზე, კვერცხს გატეხილ კვერცხს არჩევდა, იქიდან იღებდა ადამიანი რა, რომ ქსელში არ მოხვდეს ის გატეხილი და სიტყვაზე სუნი რაღაცა ზაფხულვარი არა იყოს პროდუქცია. იმ გატეხილს არჩევდა უბრალოდ იდგა იქა და ვიღაცა შორიდან დაასურათა და დაწერა რაღაცა აი მარაზმი რა რო იტყვია რა. გაგზავნილები ყავს რაღაცეები ვიცით რაღაცა აი დილასო მუშაობდნენო ამ ინტერნეტის რაღაცაზე რა. როგორც ახლა ჩვენები იძახიან და მოკვლევა მიდის ახლა ვინები იყვნენ რომ თვითონ იმას გვინდა რომ დავაწერიოთ რომ მსგავსი არაფერი არ იყო და რაღაცა წაიინტრიგნეს. მოქალაქე წერს სოციალურ ქსელში, რომ აი თარიღების ცვლიანო და ამზადებენ ამ ძველ კვერცხს. არა, ჩემო კარგო, თარიღებს კი არა, გატეხილ კვერცხს იღებდა. გატეხილ კვერცხს არჩევდა. აი, ხო არის ცოცხალი ორგანიზმია კვერცხი, რო წაიღო მანქანა სიტყვაზე წავიდა 100 კილომეტრი, ჩამოვიდა ხო რეგიონიდან. ხო გაწყდა რაღაცა, რო ნახა იმას იღებდა და იმან დაწერა რაღაცა იმ მარასმი, მაგითო გეუბნებით. რა თარიღებს ცვლიანო და ისაო, სადგინახიათ ჩვენი კვერცხი, სხვადასხვა თარიღის ერთ პაჭკაში ანამიში სადმე შეგხვედრიათ როდის მე თუ ყიდულობ პროდუქციას. ან მაღაზიაში წავიდეთ, შევამოწმოთ მაღაზიები, რა ვიცი, როგორც ითქვით.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს 3 მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები ოქროს მონეტები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში 42,000 ლარზე მეტი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 172 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 2 კანონმდარღვევი მოქალაქეს სანქციის სახით საერთო ჯამში 11,597 ლარი დაჯარიმდნენ, ხოლო 1 სამართალდამცავი პირის მიმართ, ვინაიდან აღნიშნული ოქროს ნივთები საბაჟო ღირებულება 15,000 ლარს აღემატებოდა, საქმის მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ბრალდებით იორდანიის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატიურად ყიდდა. პოლიციამ ბრალდებულისაგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოში მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის არიან ნიგერიის, ბანგლადეშის, თურქმენეთის, ყაზახეთისა და ინდოეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.